1 მარტს აფხაზეთში ეგრეთ წოდებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. როგორც ხედავთ, პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა. ადგურ არძიმბას დაახლოებით 42, ხოლო ბადრა გუმბას 55% დაუწერეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 აპრილის ინაუგურაციის შემდეგ მოვალეობის შესრულებას, როგორც მას სოციალურ ქსელებში შეარქვეს, ბადრი გუნავა შეუდგება. პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე სხვადასხვა რესურსებზე უხვად გამოჩნდა ფოტო-ვიდეო მასალები თუ როგორი დიდი კმაყოფილებით ულოცავს ასლან ბჟანია გამარჯვებულს. რა თქმა უნდა, აფხაზები ისეთი მრავალნაირი ფორმისა თუ შინაარსის კომენტარებით ამკობდნენ ამ სურათებს, როგორიცაა მაგალითად მახინჯები, საკუთარ ხალხზე გამარჯვებას ზეიმობენ მანქურთები, ანქვაბის შნირი, მალე იხილავთ ქართულ დროშას და ასე შემდეგ. მაგრამ მათ შორის გარეგნულად თუ კონცეპტუალურად ბჟანია გუმბას ზეიმზე გაკეთებული ყველაზე საინტერესო კომენტარი გახლდათ აი ეს. საფარბეგისტული ელიტა. კარგად დაიმახსოვრეთ ეს ტერმინი, მას მოგვიანებით შედარებით ვრცლად მიმოვიხილავთ. წინა ვიდეოში განმეორებით ითქვა, რომ გუდაუთური ოპოზიცია არჩევნების თუ მის გარეშე აუცილებლად შეეცდებოდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, რაც პრინციპში დაიწყეს კიდევაც. სახელდობრ არჩევნების დღის 15 თებერვლის საღამოდან არძიმბას ხალხმა აქტიურად დაიწყო გაგრის რაიონის საარჩევნო უბნებზე შეიარაღებული ჯგუფებით თავდასხმა და მათი დარბევა. ერთ-ერთი ეპიზოდი ამ თავდასხმებიდან. ციტატა: 1 მარტს დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე გაგრის რაიონის სოფელ ცანდრიფშის მეორე საშუალო სკოლის უბანზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, რის შედეგადაც დაზიანდა საარჩევნო ყუთი და დოკუმენტები. თავდამსხმელებმა გაქცევა მანქანით სცადეს. დევნის დროს მათ გამშვებ პუნქტ მიუსერაზე პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხო სროლისას ერთ-ერთი მანქანის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და თხრილში გადავარდა. ადგურ არძიმას არც კი უცდია ამ სროლასთან კავშირის უარყოფა. პირიქით დაჭრილების მოსაკითხად პირდაპირ საავადმყოფოში მიიჭრა და მერე ამისი ამსახველი ვიდეოც გაავრცელებინა თავის შტაბს. Один ушел, а сейчас одного оперирует смоль. Второй где? Второй вышел, но он... А смоль как состояние? Ну, пока ничего не можем сказать. Всех операционного. Куда он ранен? В спину. В спину? მოკლედ ყველაფერი მზად იყო პროცესის დასაწყებად, რათა თვეების განმავლობაში ნაწარმოები, პროპაგანდა და შესაბამის მოლოდინამდე მიყვანილი საზოგადოებრივი აზრი ლოგიკურ გაგრძელებაში, ანუ ძალაუფლების ძალისმიერი მეთოდით მიტაცებაში გადაზრდილიყო. თუმცა მომდევნო დღეს ადრიანად გამართულ პრესკონფერენციაზე არძიმბამ ცოტა იყოს მოულოდნელად განაცხადა, რომ არჩევნების შედეგს არ დაუპირისპირდებოდა და მიღებულ მხარდაჭერაზე დააფუძნებდა ძლიერ პოლიტიკურ პლატფორმას. მიუხედავად ამ განცხადებისა, ოპოზიციური აქტორები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც რუსების მხრიდან დასანქცირდნენ, დღემდე აგრძელებენ აქტიურ ანტირუსულ გამოსვლებს. გამოდის, რომ მათ უკან მდგარმა დიდმა ძალებმა, როგორც დრამატურგიაში უყვართ, დატენილი თოფი გუდაუთური ოპოზიციის სახით კედელზე ჩამოგიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა გაისროლოს. რუსულმა ფედერალურმა ორგანოებმა ამ მთელ დებოშებსა და სროლებს საარჩევნო უბნებზე ტერორისტული თავდასხმების კვალიფიკაცია მისცეს. ასევე საინტერესო სანახავია რუსი ბლოგერების რეაქციებიც სოციალურ ქსელებში. Я выставила видео, как прошли выборы в Абхазии, о том, что пострадали женщины и дети. В следующем кадре. На видео плакали, рыдали и кричали дети, женщины, умоляли прекратить стрельбу абхазцев. Но абхазцы не прекращали и потом очень гордились в комментариях. Вот, посмотрите, как на это видео отреагировали сами абхазцы, поразили сами абхазки. Женщины, то есть в вашей республике женщина женщине враг. Женщина ребенку чужому враг. Они писали в комментариях, хохотали и поддерживали тех, кто это начал. И вот их комментарии. Ужас. Я такое осуждаю. ზემოთ საუბარი დავიწყეთ ერთ-ერთ სალაძღავ კომენტარზე მოზეიმე ბჟანია გუმბას მისამართით, რომელიც აი ესე გამოიყურებოდა. საფარბეგისტული ელიტა. ეხლა ხო ძალიან საინტერესოა, ვინ იყო თავად ეს საფარბეგი. ვკითხულობთ. გიორგი შარვაშიძე, იგივე საფარ ალი ბეგი. აფხაზეთის მთავარი 1810-21 წლებში. ქეილაშ აჰმედ ბეგის შვილი, რომელიც მისი ძმის ასლან ბეის მიერ ოსმალების დახმარებით მამის მკვლელობისა და ტახტის მიტაცების დროს სამეგრელოს მთავართან იმყოფებოდა, რომლის დახმარებითაც ცდილობდა ტახტის დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ. 1809 წელს თხოვნით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას, რათა აფხაზეთი რუსეთის მფლობელობაში მიეღოთ და მთავრად ის დაემტკიცებინათ.
რუსეთ-ოსმალეთის ომის განახლების შემდეგ 1810 წლის 17 თებერვალს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა საფარბეგი დაამტკიცა აფხაზეთის მთავრად, რუსეთის უმაღლესი ძალაუფლების აღიარებით და შინაგანი ავტონომიის ცნობით. 1810 წლის ივნისში რუსეთის საზღვაო დესანტმა ხელში ჩაიგდო სოხუმის ციხე და იქიდან ოსმალებთან ერთად ასლან ბეიც განდევნა, ანუ ამ საფარბეგის ძმა. გიორგი შარვაშიძე დაკრძალულია ლიხნის ტაძარში, ანუ ამავე გუდაუთელების სოფელში, სადაც ის ცნობილი ლიხნის კრება მოაწყეს 1999 წლის 18 მარტს. მეორე ტურის წინ გამართულ დებატებზე სწორედ ამ კუთხით უტევდა ადგურ არძიმბა ბადრი გუნავასკირა და ბადრა გუმბას. კერძოდ დაჟინებით ეკითხებოდა, რას ფიქრობს საფარბეგ ჩაჩვაზე, ანუ ამ გიორგი შარვაშიძეზე და მისი მმართველობის периодზე. Я хотел бы вас спросить, Бадра Зурабович. Вот был такой в нашей истории руководитель Абхазии, абхазский князь Сафарбей Шерфашидзе Чачва. Как вы относитесь к тому периоду времени, когда он был руководителем Абхазии? რაზეც გუმბას მხრიდან რამდენჯერმე ერთნაირად არეული და ბუნდოვანი пасухи მიიღო. Я бы сказал, что за нашу историю существования нашего народа можно отметить многих руководителей, которые несли ответственность за народ Абхазии. Оценок давать тем или иным руководителям считаю неправильным, но считаю, что наш народ всегда возглавляли люди достойные, которые приносили пользу, сохраняли мир и стабильность в нашем обществе и столетиями сохранили наш народ. ამის შემდეგ არძიმბამ ბადრის საერთოდ ისტორიის უცოდინრობას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ საფარბეგი, ანუ გიორგი შარვაშიძე, სოხუმში იყო გამოკეტილი უცხოური, ანუ რუსული ძალების დაცვის ქვეშ, რადგან მას აფხაზი ხალხი არ იღებდა. Мне бы хотелось просто понимать, как вы оцениваете тот период. Вот и все. Если просто вы не знакомы с этим периодом историческим, вы так и скажите. Из исторических источников известно, что этот период ознаменовался тем, что руководитель Абхазии того периода, он находился здесь, в Сухуме, и его охраняли внешние силы, тогда как его абхазский народ не принял. И все годы своего правления он находился практически в этой церкви. Не церкви, а крепости. ეხლა რამდენიმე ძალზედ საინტერესო მომენტი იკვეთება. პირველი, ესე იგი არძიმბას აფხაზების აზრით, ამჟამინდელი მათი მართველი ელიტა, ბჟანი ანქვაბი გუმბა და ასე შემდეგ, რუსების დაცვის ქვეშაა და სინამდვილეში მას აფხაზები არ იღებენ. და მეორე, ამ საფარბეგის ძმამ ასლანბეგმა, რომ ოსმალების მხარდაჭერით საკუთარი მამა მოკლა და ოსმალური რეჟიმი დაამყარა, თურმე ეგ სულაც არ ყოფილა დიდი პრობლემა და უცხოური ძალის მიერ რომელიღაც მმართველის დაცვა. პირიქით, როგორც ჩანს, ამას მშვენივრად იღებდა აფხაზი ხალხი, სანამ მოღალატე გიორგი შარვაშიძე არ მოვიდა და რუსების დახმარებით არ დაამხო თავისი ძმის უპრობლემო ოსმალური რეჟიმი. მოკლედ, თურქებმა და სხვებმა სოხუმური მაიდანი გააჩერეს. მაგრამ აქ ისმის კითხვა, რატომ უნდა შეეჩერებინათ პროცესი, რომელიც თვეების განმავლობაში იქუქებოდა და რომლის გასაშვებათაც ყველაფერი მზად იყო. ეხლა ამაზე პასუხმა შეიძლება უკიდურესად არ განგაცვიფროთ, მაგრამ ძალიან საინტერესო კია. ასე რომ დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს და არ გამოტოვოთ, მანამდე კი არჩევნების თემას მივყვეთ. მეორე ტურის საბოლოო შედეგის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე დღეში გუმბა, რომელიც ოფიციალურად დღემდეც კი არ ითვლება პრეზიდენტად, სასწრაფოდ ჩაიყვანეს პუტინთან შესახვედრად, რაც დაახლოებით 9 წუთი გაგრძელდა და რის შემდეგაც ისევ გააქტიურდა საუბრები რუსული ინვესტიციებისა და შესაბამისად ეგრეთ წოდებული კანონპროექტის აპარტამენტების შესახებ. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბადრა გუმბასთან ინტერვიუ ჩაწერა რუსულმა სამთავრობო სააგენტო ტასმა, რომელშიც გუმბამ რაღაც ზედმეტები ილაპარაკა აფხაზეთის აღიარების თემაზე და ასე შემდეგ. ამას მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მიერ ცნობილი აფხაზი ჟურნალისტის ინალ ხაშიგის უცხოეთის აგენტად, ეგრეთ წოდებულ ინუ აგენტად გამოცხადება. ეს ის ინალ ხაშიგია, რომლის საუბრის ამონარიდით სულ პირველ ვიდეოში გქონდა ქართველ პოლიტიკოს და ბიზნესმენ ლევან პირველთან. რუსი ჟურნალისტის მაქსიმ შევჩენკოს YouTube არხზე რომ შედგა გასული წლის ზაფხულში. სწორედ მაქსიმ შევჩენკო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ხაშიგის საქმეს გამოეხმაურა. ნახოთ, რას წერს შევჩენკო. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი ინუ აგენტად გამოაცხადა. რამდენადაც აფხაზეთშია ცნობილი, ინალი ახალი პრეზიდენტის ბადრა გუმბას ნათესავია, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღო ვლადიმერ პუტინმა. საინტერესოა, როგორ ირეაგირებს რუსული იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე თავად გუმბა. ბადრა გუმბას რეაგირებაზე თავად ხაშიგის ნახევრად
სასოწარკვეთილი მედია გამოსვლებიც აჩვენებს, სადაც გამუდმებით იმეორებს, რომ მისი როგორც აფხაზეთის მოქალაქის დასაცავად კრინცაც კი არავინ ძრავს აფხაზ ჩინოსანთა წრიდან, რითიც წირიბად გუმბაზე მიანიშნებს. ისე უნდა აღინიშნოს, რომ ინალ ხაშიგის სააგენტოს ჰქვია ჩიგემსკაია პრავდა. ჩეგემი არის პატარა ქალაქი და ასევე მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთში. ჩემთვის გამოცანად იქცა აფხაზეთის მიწის ძირძველმა მკვიდრმა და პატრონმა რატომ უნდა უწოდოს თავის სააგენტოს ყაბარდო-ბალყარული ტოპონიმიკიდან აღებული სახელი. Абхазия абсолютно автохтонные, а грузины пришлый народ. И это точка. ალუზიები თქვენთვის მომინდვია. გარდა ამისა, ეგრეთ წოდებული აფხაზური ოპოზიცია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყოველდღიურად ანტირუსულ გზავნილებს აკეთებს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ თქვეს, რომ რუსეთი იმ აფხაზებს დევნის, რომლებმაც ქართველების წინააღმდეგ იომეს. Значит, начиная с военных лет, как только война началась, взялись за оружие и с тех пор борются. Именно в отношении этих лиц эти санкции применены. Понимаете? Вот об этом надо говорить, я на это хочу уделить внимание. То есть произошла смена ориентиров. И это очень важно подчеркнуть. Я думаю, что это очень важно. მეორე ტურის პირველადი შედეგების გამოცხადებიდანვე რამდენიმე საათში აფხაზებმა ვლადისლავ არძიმბას საფლავზე ბოდიშების წერილების დაალაგება და ამის ამსახველი ფოტოების სოციალურ ქსელებში გაზიარება დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი წერილის ტექსტი. გვაპატიე, ვლადისლავ არძიმბა სამუდამოდ ჩემს გულში. ნაბიჯ, როგორც ჩანს, ნახევარსაუკუნოვანი რუსულ-აფხაზური რომანის დაისის მომსწრენი ხდებით, რომლის ყველაზე უფრო თვალწარმტაცი ეპიზოდები ჯერ კიდევ წინ არის. Se va llenando la noche con rumores de canción y se enreda en tu ventana mi serenata de amor. Las estrellas quedamente empiezan a susurrar y va llenando la noche serenata de amor.